უკვე 2 თვეა, რაც ირანში ინტერნეტის ბლოკირება გრძელდება და ქვეყნის უმეტესობა კვლავაც ფაქტობრივად მოწყვეტილია გლობალურ ქსელს. NetBlocks-ი ამას რეკორდულად ხანგრძლივ ქვეყნის მასშტაბის გათიშვად აფასებს. ირანმა ინტერნეტზე წდომა მხოლოდ შეზღუდული ჯგუფისთვის უზრუნველყო თავისი ეგრეთ წოდებული ინტერნეტ პრო პროგრამის მეშვეობით, რითაც კრიტიკოსების თქმით ორსაფეხურიანი სისტემა შეიქმნა, სადაც მცირე ჯგუფს უფრო ფართო წდომა აქვს. ეს წვდომა ადრე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ახლა კი რიდითი ირანელები კვლავაც მოწყვეტილნი არიან, ან ძვირადღირებულ VPN-ებზე არიან დამოკიდებულნი. Iran International ასევე იუწყება, რომ ზოგიერთ მომხმარებელს უთხრეს, რომ ინტერნეტზე ან სიმბარაძე წვდომის აღსადგენად მათ უნდა გამოექვეყნებინათ პროსამთავრობო შინაარსი და წერილობით ვალდებულებაზე მოეწერათ ხელი. ეხლა ჩვენთან ერთად დეტალებზე სასაუბროთ ხოსრო ისფაჰანი, კვლევების დირექტორი ირანის დემოკრატიის ეროვნული კავშირიდან. ხოსრო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახალი ორსაფეხურიანი სისტემა, სადაც ნებართვისმხვის მქონე მომხმარებლები იღებენ ფართო წდომას ინტერნეტ პროს მეშვეობით, ხოლო ჩვეულებრივი ირანელები რჩებიან შეზღუდულები. რას მიუთითებს ეს ძალაუფლების უთანასწორობაზე, რომელსაც რეჟიმი შესაძლოა კიდევ უფრო აფართოებს? ისლამური რესპუბლიკა აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ის ეწევა ნარატივის ომს ირანელი ხალხისა და მსოფლიოს ხალხის წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ მსოფლიოს მიყიდონ იდეა, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა და ირანელი ხალხი ამ რეჟიმს უჭერს მხარს. ისინი აქვეყნებენ ვიდეოებს ღამის მიტინგებიდან, რომლებიც რეჟიმის მხარდაჭერას გამოხატავს, მათ შორის ქალის, რომელიც ჰიჯაბის გარეშე ახალ უზენაეს ლიდერს სადღეგრძელოს უძღვნის. ისინი მართავენ კონცერტებს ჰიჯაბის გარეშე ქალებისა და ქალი ვოკალისტების მონაწილეობით, რაც შარიათის კანონით აკრძალულია. და შემდეგ გვაქვს მთელი ეს საფეხურებად დაყოფილი ინტერნეტის სქემა, რომელიც წვდომას აძლევს იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმს უჭერს მხარს ან იძულებულია რეჟიმის მხარდამჭერი გზავნილები გაავრცელოს. ეს ყოველთვის იყო ისლამური რესპუბლიკის სტრატეგია. ისინი ან გაძალებენ დამორჩილებას აბსოლუტურ დუმილს, ან მაინც ცდილობენ ამას, ან კი აჯილდოებენ იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის ხაზს მიხვება და მის გზავნილებს იმეორებს. როცა უყურებ იმ გზავნილებს, რომლებიც ირანიდან მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ამ ინტერნეტ პროს სქემას იყენებს, ისინი იმეორებენ ანტისაომარი აქტივისტების ენას შეერთებულ შტატებში, ევროპაში, რომ ეს ომი უკანონო იყო, უსამართლო. ხანდახან ამას აერთიანებენ ისლამური რესპუბლიკის კრიტიკასთანაც, თითქოს ამ რეჟიმის წინააღმდეგი არიან. მაგრამ ამატებენ შენიშვნას, რომ კი სურთ, რომ ისლამური რესპუბლიკა შეიცვალოს, არ სურთ რეჟიმის შეცვლა, მაგრამ არ სურთ ეს საერთაშორისო ჩარევით მოხდეს. ასე რომ ეს ყველაფერი მთლიანად რეჟიმის ნარატივის ომის ნაწილია მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. რას გეუბნებათ ეს რეჟიმის პრიორიტეტებზე? ეს ძირითადად უსაფრთხოებასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ეხება. თუ ახლა უფრო ფართო მცდელობას ხედავთ, რომ ირანელებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტრუქტურა სამუდამოდ შეიცვალოს. ეს მრავალფენიანია. ერთ დონეზე დიახ, რეჟიმი ცდილობს გაუმკლავდეს მიმდინარე უსაფრთხოების კრიზისს, აჩვენოს ძალა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და წარმოაჩინოს ნორმალურობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მაგრამ დიახ, ეს არის ისლამური რესპუბლიკის უფრო ფართო მცდელობის ნაწილი, რომელიც 2009 წელს დაიწყო. ეს ახალი არ არის. რეჟიმს ყოველთვის ჰქონდა დამოუკიდებელი ინტერნეტ ქსელის ოცნება, რომელიც შეიძლება მოწყვეტილი იყოს დანარჩენ მსოფლიოს, უზრუნველყოს შეზღუდული წვდომა მხოლოდ შიგნით მყოფებისთვის და შეინარჩუნოს ქვეყნის ფუნქციონირება. ფარდის უკან, საბურველის უკან, რომელსაც გარედან ვერავინ ხედავს. რა ხდება ირანში მცხოვრებ რეალურ ირანელებთან და რატომ ეზღუდებათ ირანელებს თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომა? ისინი ოცნებობენ ირანში კიდევ ერთი ჩრდილოეთ კორეის აშენებაზე და ამისთვის მუშაობენ. საბედნიეროდ ისინი უკიდურესად არაკომპეტენტურები არიან, ხოლო ირანელი ხალხი კარგად ებრძვის ამ რეჟიმს. დიახ, ისინი ბლოკავენ წდომას, მაგრამ ერთმა კარგმა მეგობარმა ამას ერთ დროს თხუნელებზე დარტყმის თამაში შეადარა. ისინი ბლოკავენ კონკრეტულ არხებს, ხალხი ახალ იდეებს იგონებს. სატელიტური ინტერნეტი გრძელვადიან პერსპექტივაში გაარღვევს ამ ბლოკადას და ისინი ტექნოლოგიურად საკმარისად უნარიანები არ არიან, რომ ჩინეთში არსებულის მსგავსი სისტემა დააწესონ. ხოსრო ისფაჰანი, საინტერესო ანალიზია, როგორც ყოველთვის მადლობა, რომ დღეს 24 ნიუსზე ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა მოწვევისთვის.